პოლიტიკური შეფასებების თემა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის გზავნილებიც. მართველი გუნდი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ ქართული საზოგადოება არჩეული ხელისუფლებისგან გამიჩნონ. ოპოზიცია კი იზიარებს კალასის განცხადებას და მიიჩნევს, რომ ქვეყანას ჰყავს ევროპული საზოგადოება და ანტიევროპული მთავრობა. შეგახსენებთ, რომ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართულ ხალხს, მაგრამ მხარს არ უჭერენ საქართველოს მთავრობას. კბილი ხმით და მშვიდად გვეუბნებიან, რომ სრულებით არეული აქვთ თავისი პრინციპები და სტანდარტები, თუ მხარს უჭერენ ქართულ ხალხს და მხარს არ უჭერენ ქართული ხალხის არჩეულ ხელისუფალს, ეს პირდაპირ უპატივცემულობა არის ქართული ხალხის. ამიტომ მათივე პასუხში იგულისხმება ის დიდი ნეგატიური დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ, რომელიც მათ გააჩნიათ და რომელიც ყოველ ჯერზე ასე ცხადად გამოსჭვივის მათ განცხადებებში. ან მეორე ვარიანტია, რომ მათი მხარდაჭერა მიემართება მხოლოდ პატარა ჯგუფისკენ, რომელიც ქართულ ხალხს ნამდვილად არ წარმოადგენს და ესე კრებსითად ნამდვილად ვერ ისაუბრებს კაია კალასი და მხოლოდ ამ ჯგუფის და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად გვევლინებიან, როგორც ჩანს ამ განცხადების შედეგად. ის რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა თქვა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება. ისაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა ცდილობს კაია კალასი, რომ სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს. მან შეარჩიოს, აირჩიოს, რა არის ქართველი ხალხი მისთვის და მისი ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და ამ მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით გაგვიუქმოს სახელმწიფო. ეს სხვა არაფერი არ არის. ეს არის პირდაპირ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება, როდესაც ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რას ქვია სიტყვათა წყობა, რომ ხალხს უჭერ ხარს და ხელისუფლებას არ. ეს ხელისუფლება ვისია? ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება. ეს არის დემოკრატია. და ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სამწუხაროდ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ევროპას აქვს. ეს არის ზუსტად რაზეც თეთრსახში ეძახიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციას, როდესაც თავქარიანი აქტივიზმი არის ჩანაცვლებული ევროპული დიპლომატია, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა მთელი კონტინენტი.